შაჰდენიზის ფარგლებში გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ხელმოწერელია. ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. შედეგად საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზი 5%-ით შეღავათიან ფაზში იყიდოს. პროექტის მეორე ფაზა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას გულისხმობს. ასევე იგეგმება მშენებლობა საქართველოშიც, სულ 55 კილომეტრიან მონაკვეთზე. სამუშაოებში რამდენიმე 100,000 დოლარის ინვესტიციის ჩადებაა გათვალისწინებული. უშუალოდ მშენებლობის პერიოდში 2000 უშუალო ექსპლუატაციის დროს კი 125 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. პირველი და უნიშნელოვანესი არის ის, რომ დამატებით 16 მილიარდის მოცულობის გაზის გატარება მოხდება ამ მილში, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს დაახლოებით 1,1 მილიარდ უსასყიდლოდ დარჩეს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში და მეორე უნიშნელოვანესი არის ის, რომ ამ პროექტის განხორციელებისათვის საქართველოში დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი. ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ინვესტიციები და დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება.